ისევ მამუკა ბადრის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების აქტით, წყალობის გაღების აქტით განთავისუფლებაზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, ისევ ამ თემაზე მიწევს საუბარი. სამწუხაროდ და ამას ღიად ვამბობ და დანანებით ვამბობ, გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი, ამ არაჩვეულებრივმა ბიზნესმენებმა, ადამიანებმა, რომლებმაც შექმნეს TBC ბანკი და მე მგონი წინა ბლოგში ვთქვი ან Facebook სტატუსში ვთქვი წინა ბლოგში უფრო, რომ ეს არის იმპერია მისი ჯანსაღი კონოტაციით და ეს არის საქართველოს ფინანსური მდგრადობის ერთი და უმნიშვნელოვანესი თვალსაჩინოება. ისინი არიან ძალიან კარგი, საუკეთესო ქართულ მასშტაბებში, მაგრამ მე თუ მკითხავთ არა მხოლოდ ქართულ მასშტაბებში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ან პოსტსოციალისტური სივრცის მასშტაბებითაც კი საკმაოდ დიდი ბიზნესმენები, დიდი არა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც დიდი კაპიტალ ბრუნვა აქვთ, არამედ იმიტომ რომ მათი ნიჭიერება, ბიზნესში ნიჭიერება არის უდაოდ დასაფასებელი და სამაგალითო ბევრისათვის. მოკლედ ეს ორი პირი ძალიან კარგი ბიზნესმენები, სამწუხაროდ ცუდი პოლიტიკოსებიც არ არიან. ისინი არიან სუდზე უარესი პოლიტიკოსები, მეთქი ასე ვიტყვი, ოღონდ ამას კვლავ ვიმეორებ, რომ ვამბობ დანანებით. ერთგვარად წუხვარ ამაზე, პირველ ყოვლისა ცხადია ორივეს ვიცნობ და ვუდასტურებ პატივისცემას, მაგრამ თქმა მართლისა სიმართლისა არის აუცილებელი. ღმერთი მაღალიაო, ესე რომ ამბობენ, ღმერთმა მისცა მათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ აი ეს აქტი შეწყალებისა პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცის ყაველაშვილის წყალობა, შეწყალებაც ხო აი ზირი ამ სიტყვის არის წყალობა, წყალობის გაღება, ხო? ეს გამოეყენებინათ სათავისოდ და უკვე როდესაც გამოვიდნენ საპატიმროდან და გამოვიდა განსაკუთრებით მამუკა საკმაოდ ბრგედ, ბადრი კიდე ცოტა მოტეხილი, მე ჩვენა გულახდილად გეტყვით, მაგრამ შესაძლოა ვცდები. მამუკას დაუსვეს კითხვა. ბადრისაც დაუსვეს ეს კითხვა. რას აპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? ახლა როცა რეგისტრაცია გავლილია ორივე პარტია, ანუ გახარიასი და ლელო ძლიერი საქართველო და პრინციპში ალიანსი აქვს შექმნილი და საერთო კანდიდატი ყავთ დედაქალაქის თავკაცად, დედაქალაქის მერად ირაკლი კუპრაძე. ახლა როცა მიხეილ ყაველაშვილმა ამ პრეზიდენტად წოდებულმა კაცმა სწორედ იმ მოტივაციით შეიწყალა ისინი ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ახლა მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ ბიზინა ივანიშვილისთვის ჩაეტარებინა, აი ერთი გოლი ხომ, ავტოგოლი ხომ გაუშვა მამუკა ხაზარაძემ. მეორე ავტოგოლიც ხომ გაუშვა და აი უცებ სამხულიანი ჩაეგდო. უცებ სამი ბურთი ზედიზედ გაეტანა, ერთმანეთის მიყოლებით გაეტანა ბიზინა ივანიშვილის კარში. იზოლებული ვარ აი ამ საფეხბურთო ტერმინოლოგიით თუ საფეხბურთო ნარატივით აგიხსნათ მამუკა ხაზარაძის შესაძლებლობის თაობაზე. მას უნდა ეთქვა ერთი და მკვეთრი სიტყვა, ჩვენ ვიმსჯელებთ და დღეს მე უნდა გამოსულიყო და ეთქვა რომ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ აი ახლა მაინც, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სულ მინიმუმ უნდა ეთქვა მანამ ვიდრე ქართული რუსული ოცნება არ გაანთავისუფლებს სხვა პოლიტიკოს პატიმრებს შეწყალების აქტით თუ სხვაგვარად, სხვა ფორმით, ან ყველა პატიმრს, რომელიც მას დაპატიმრებული ჰყავს. ანუ სინდისის პატიმრებს გულისხმობს, ამაღლობელს ხვებს და ხვებს და ხვებს და ხვებს, ბრალ მისჯილებს, ბრალ დადებულებს, ან სხვა ფორმით იმათ, ვისაც ბრალი წაყენებული კი აქვს ქართულ რუსულ ოცნებას, მაგრამ ჯერ სასამართლო პროცესები არ დასრულებულა. ეს უნდა ეთქვა მამუკა ხაზარაძეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, მამუკა ხომ ხვდება, რომ ქართულ ოცნებას აკი არ მალავს კიდეც ამას ქართული რუსული ოცნება. სასიცოცხლოდ სჭირდება გარემოების ამგვარის შექმნა, რომ ვითომ და კონკურენტული არჩევნებია. და თუ კონკურენტული არჩევნები უნდა რომ შემოასაღოს, შემოგვასაღოს და მსოფლიო თანამეგობრობასაც უთხრას, რომ მე კონკურენტულ არჩევნებში დავამარცხე.
ოპოზიცია არაფერი გამიყალბ მიმიყალბ მომიყალბებია ისე დავამარცხე აგე მე წავედი კომპრომისზე და ჩემს პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცს ბიზინა ივანიშვილმა შეაწყალებინა ორი ძლიერი პოლიტიკოსი ამასთან ფინანსურადაც ძლიერი ჩვენ სინამდვილეში ბაბუკა და ბადრი რასაკვირველია ყველა სხვა დანარჩენზე ოცნებას არ გულისხმობდა ბიზინა ივანიშვილს ყველა სხვა დანარჩენზე ერთად აღებული არიან ძლიერები და მყარად დგომები მყარად ფეხზე დგომები ფინანსური თვალსაზრისით მამუკა ბადრის უნდა ეთქვათ რომ სანამ ზურა ჯაფარიძეს გივით არგამაძეს ნიკა მელიას ნიკა გვარამიას გიორგი ვაშაძეს ირაკლი ოქრუაშვილს ასევე ეხლა უკვე მოუყვებით უგნებავთ და ყველა გვარს ვერ გავიხსენებ ალბათ კი რა ნამდვილად მაგრამ უხეშად ბზია ამაღლობელს აქციებზე დაპატიმრებულებს ონისე ცხადაძეს სხვებს და სხვებს არ ანდროჯიჯინაძეს სხვებს და სხვებს არ გაანთავისუფლებ და ზედ ზვიად რატიანსაც არ დაუმატებ მანამდე ჩვენ არ შემოვდივართ ამ არჩევნებში აი ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე იქნებოდა იქცეოდა გარდაიქმნებოდა გამოასწორებდა რა საკუთარ რეპუტაციას თქმის შემთხვევაში მე არ გეუბნებით რომ ქართული ოცნება ამას გააკეთებდა თქმის შემთხვევაში და ამის აღსრულების შემთხვევაში გამოისწორებდა საკუთარ რეპუტაციას და სამ გოლს ზედიზედ გაუტანდა ბიზინა ივანიშვილს კარში და ანანებინებდა ბიზინა ივანიშვილს იმას რომ მან შეაწყალებინა საკუთარ პრეზიდენტად წოდებულ ყაბელაშვილს ხაზარაძე ჯაფარიძის დუეტი მაგრამ ჰოისაოცრებავ და მომენტუმს რომ ვერ გრძნობა ადამიანი ეს არის ძალიან ცუდი კი კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ მამუკა ბადრი არიან საუკეთესო ბიზნესმენები საუკეთესო ბიზნესმენთან შორის აბა პარლამენტში შესული მილიონერები არიან ტენდერებით გაქსუებულები ბიზნესმენები ჩვენს მასშტაბებში მამუკა ბადრი არიან ძალიან კარგი სწორი ბიზნეს რომ აწარმოებენ იმგვა აწარმოებდნენ თუ აწარმოებენ ამგვარი პირები ჩვენ სარგებლობთ ბარათებით აი მე ამოვიღებ ახლა ჩემს ტიბისი ბარათს კარგია რომ აქ ამაკ ეს ეგრეთ წოდებული საფული აი ჩემი ტიბისი ბარათი არ განახოთ ხო აი ჩემი ტიბისი ბარათი მე სარგებლობ ტიბისი ბარათით კარგია ეს საუკეთესო პირობები ამ ბარათს არ ვიცი რამდენად აქვს მაგრამ საუკეთესო პირობებს გვთავაზობს ტიბისი საერთოდ მწოდნავ მაღალია კრედიტი აღალია ვაღიარებ მაგრამ თავად TBC სხვადასხვა მიზეზის გამო ამაზე ნუ ჩამაღრმავებთ სახელმწიფოც არის ამაში ბრალეული შოულობს ფულს ძვირად შედარებით ძვირად ვიდრე ევროპული რომელიმე სახელმწიფოს ბანკი და შესაბამისად ძვირად ყიდის ამ ფულს უკეთესია რომ ნაკლები პროცენტი ჰქონდეს TBC-ს უკეთესია სხვა პირობები უნდა ჰქონდეს გარკვეულ შემთხვევებში 10 წლიანი კი არა 27 წლიანი უნდა კრედიტები უნდა ჰქონდეს მე თუ მკითხავ კი მაგრამ მე რა ვიცი ან მიკრო ან მაკრო ეკონომიკა ეს დათვალა TBC-ის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ან წინა ხელმძღვანელობამ ან წინამ და დღევანდელმა აქციონერებმა არა აქციონერებმა დირექტორატმა მამუკა და ბადრი აქ იკითხავთ არიან საუკეთესო ბიზნესმენები ბანკირები მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისინი არ არიან საუკეთესო პოლიტიკოსები გაგიკვირდებათ და ეწყინებათ შესაძლოა მაგრამ უნდა მომიტევონ ან თუ უნდათ ნუ მომიტევებთ იმიტომ რომ აი ეს მომენტუმი როცა უნდა წარმოეთქვათ ის სიტყვა რომ არ გამოვალთ საპატიმროდან კი არა გამოვედით საპატიმროდან უკაცრავად მაგრამ თქვენ უნდა ჩვენ არ მივიღებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მანამ სანამ არ გაანთავისუფლებთ 55 თუ 47 თუ 63 პატიმარს ეს უნდა ეთქვათ ახლა მეორე ამბავი გზა და გზა ირკვევა ხო გზა და გზა გაირკვა შემდეგი რამ კიდევ თეა წულუკიანი ბანდიტი როა ხო თან ხდებით მეც მამუკა ზურა ჯაფარიძეს დემონსტრანტი რიგითი რომელიც ახლაც გავა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათში უკლებლი ყველანი თან ხდებით იმაზე რომ თეა წულუკიანი ერი ბანდიტი რუსი ქართულ გვარიანი სვანურ გვარიანი მაგრამ რუსი მამამისი როგორი იყო არ მაინტერესებს შვილები მამების საქციელზე არ აგებენ პასუხს არა თეა წულუკიანის შეტევა ნანუკა ჯორჯოლიანზე თუ სხვებზე კიდე ცალკე ამბავია მაგრამ ხოშვის ესეც მადასტურებელია მისი რუსობისა მაგრამ ეს შორს წამიყვანს მოკლედ თეა წულუკიანმა რუსმა გურამ მაჭარაშვილმა რუსმა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსმა სოზარ სუბარმა იქ ინჯიას ვაჟმა ასევე რუსმა კიდე ვინ არიან იქ კიდე ერთი გენერალია გვარი არ მახსოვს
გვარი არ მახსოვს, პოლიციის გენერალი და სხვა შექმნეს რაღაცა კომისია. ამ კომისიაზე, რომელიც აი ქართული ოცნების მომხრეებს ვეთქვი, ამ კომისიას უნდა გამოეძიებინა 2003-დან ვიდრე 2012 წლამდე მიმდინარე პოლიტიკური ჭყალებში დანაშაულები, ოღონდ წინასწარ რა საქმიანია მას ქონდა დაწერილი დასკვნა, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ეგრეთ წოდებული გამოძიება, ანუ რა შედეგი უნდა დადებულიყო. ამიტომ ფორმალობა იყო უმრავლეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული დასაკითხების დაკითხვა, გამოძახება. იცოდნენ წინასწარ, რაც არ უნდა ეთქვა ვინმეს, ისინი მაინც იმას ჩაწერდნენ, რაც წინასწარ განზრახული ჰქონდათ. მე საერთოდ გამოძიება მესმის ასე, ეტიმოლოგიურად მესმის, რომ მე რამე არ ვიცი, აი მაგალითად გამოვიზიოთ აი ამ თასის შემადგენლობა, ამ ჭიქისა. ან გამოვარკვიოთ, აგეთ ერგომეტრი ყოფილა, რამდენი მაქვს მე სიცხე, ჩვენ არ ვიცით მე რამდენი მაქვს სიცხე, ჩავიდე იღლიაში, გავიზომე, აღმოჩნდა რომ მაქვს 36 და 6. შესაბამისად დადგინდა რომ მე ტემპერატურა არ მაწუხებს ამ წუთას. გამოძიება ეს არის, რომ თერმომეტრს უდებ და არ კვევ, რა გინდა. თუ წინასწარ იცი, რაც გინდა, ის რანაირი გამოძიება. მაგრამ ამასაც დავანებოთ თავი. მამუკა ბადრის შემთხვევაში საერთოდ რატომ მოხდა მათი დაბარება 2003-დან 12 წლამდე ამბების გამოძიებაში? მე კარგად არ მესმის, ხელისუფლებაში იყო რომელიმე მათგანი იყო? ხო არ გახსენდებათ ქართული ოცნების მომხრეებს? მამუკა ხაზარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრი ხო არ იყო? ბადრი ჯაფარიძე ფინანსთა მინისტრი მიშას დროს. არც ერთი ყოფილა და არც მეორე თანამდებობაზე. კარგით, მაგასაც დავანებოთ თავი. ისიც თუ არა თქვენ რომ მე გავარკვიე, რომ თურმე აი ამ ბანდა კომისიას, ღალატის კომისიას სამართლიანად რო უწოდებენ, ორჯერ დაუბარებია ხაზარაძე ჯაფარიძის დუეტი. როგორც გახარია, პანის რაშუაშია 2012-მდე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ოკეი. დაუბარებია ორჯერ. პირველად რომ არ გამოცხადდა ეს დუეტი ხაზარაძე ჯაფარიძისა, ამის გამო გადააგზავნა წულუკიანის კომისიამ პროკურატურაში საქმე, პროკურატურამ აღძრა საქმე, გადააგზავნა სასამართლოში, მიხვა ამ საქმეს ბოლომდე და კი ამიტომაც მიუსაჯეს 7 თვე ერთსაც და მეორესაც. მეორეჯერ გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის თაობაზე წულუკიანს არ გადაუგზავნია დასკვნა პროკურატურაში. საქმე პროკურატურაში. ანუ ახლა მამუკა ხაზარაძემ რო თქვას რომ ეთქვა, რომ მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას, მას ისევე მიაბრუნებდნენ ციხეში მეორე საქმეზე ოღონდ. რომელზეც ჯერ არ აღძრულა საქმე, არ დაწყებულა საქმე, პროკურატურას არ დაუწყია კვლევა-ძიება სასამართლომდე მისვლა. როგორც მიაბრუნეს თუ ჩასვეს პირველ ჯერზე. ანუ ეს ბერკეტი როგორც ასეთი ქართული რუსულ ოცნებას ისევ აქვს ხელში. მამუკა ხაზარაძემ რომ თქვას რომ არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობასო, აუცილებლად გამოიყენებენ, მაგრამ რო თქვას და რაც თქვა ის რომ ვიღებ მონაწილეობასო, ამ შემთხვევაში ეს ბერკეტი ასამოქმედებელი არ არის? კითხვა მაქვს. თუ გივი თარგამაძე პოლიტიკასთან უკვე ოდნავ მოშორე პოლიტიკისგან ოდნავ მოშორებული არის დასაპატიმრებელი, რომელიც საარჩევნო სუბიექტიც არ არის. და ვერც იქნებოდა საარჩევნო სუბიექტი, იმიტომ რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან იდენტიფიცირებული არ არის, არჩეული პირი არ იქნებოდა. თუ გივი თარგამაძე არის დასაჭერი წულუკიანის სეული გაგებით, მაშინ და მამუკა ხაზარაძე იყო დასაჭერი პირველ ჯერზე წულუკიანის სეული და პროკურატურის გაგებით, სასამართლოს გაგებით. მეორე ჯერზე მას მისი ნაბლექ სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას, დამოუკიდებლად იმისა ის სასამართლოში არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობს თუ არა. ამბავი ის არის რომ თუ ამ ბანდა ხელისუფლება მოინდომა, როცა უნდა და როგორც უნდა ისე შეაბრუნებს მამუკა ხაზარაძეს ციხეში. ეხლა კიდევ ერთი საკითხი. მამუკა ხაზარაძეს ეხება და ბადრი ჯაფარიძეს ასევე. ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში რატომ მიიღო გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. იყო თუ არა ეს შეცდომა და არის თუ არა ეს შეცდომაში გაჯიუტება, გაჯიქურება? არის. აგრეთვე ჩვენ არ ვიცით წინასწარ როგორ დასრულდება ეგრეთ წოდებული არჩევნები 4 ოქტომბერს, მაგრამ
აპრიორი ვიცით რომ ირაკლი კუპრაძე ასე მაგალითად დედაქალაქში კახა კალაზისთან პირწმინდად დამარცხდება. მე მაქვს კითხვა. ამ შემთხვევაში რას აპირებს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე? ისინი გახვებიან თუ არა, მიხვებიან თუ არა იმ გზა რეკომენდაციას, რომელიც შესთავაზა მათ და ფართო საზოგადოებასაც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, რომელმაც თქვა, მე არ ვეთახმები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მე ვეთახმები თუ არა, რომ ეს იქნება ახალი საფუძველი რევოლუციური პროცესების დაწყებისაო. ჩემთან თქვა ეს ეთერში, კი არ ვიგონებ. რევოლუციისა, ჯანყისა, ამ სიტყვასაც ხმარობს თუ არ ვწდები. არა, მე თუ მკითხავთ 26 ოქტომბერი უნდა ყოფილიყო ჯანყი რევოლუციის საფუძველი, მაგრამ 27-დანვე, მაგრამ დაიწყო კიდეს ეს რევოლუციური პროცესები, უბრალოდ ვერ გავიმარჯვეთ. და თავარი საფუძველთა საფუძველი ისევ და ისევ 26 ოქტომბერია და არა 4 ოქტომბერი, რომელიც მოხდება. და რომელშიც პირწმინდად დამარცხდება ლელო ძლიერი საქართველოს და გახარიას პარტიის საერთო კანდიდატები იქნებიან თუ მაჟორიტარები იქნებიან თუ საერთოდ პარტიულად დამარცხდებიან ისინი. ის 4 ოქტომბერი სხვა შორის რევოლუციის საფუძველი შეიძლება სულაც არ გახდეს. არა იმიტომ რომ ქართული ოცნება არ აყალბებს, ქართულ ოცნებას ახლავე აქვს გაყალბებული, მაგრამ უშუალოდ არჩევნების დღეს, როგორც 26 ოქტომბერს გააყალბა, ისე გაყალბება შეიძლება მას აღარც კი დასჭირდეს რამდენადაც ამ მომრჩეველთა ისედაც მცირე რაოდენობა მივა არჩევნებზე და ამ მცირე რაოდენობიდან ძალიან მცირე მისცემს მაგალითად ირაკლი კუპრაძეს ხმას ობიექტურად. იმიტომ კი რომ ცუდია. ობიექტურ პირობებში ერთ-ერთზე ირაკლი კუპრაძეს შეუძლია კახა კალაზის, ირაკლი კუპრაძესაც კი მამატიოს მან შეუძლია კახი კალაზის დამარცხება. მაგრამ ჩვენ ხომ არა ობიექტურ, არა ჰორიზონტალურ გარემოში გვიწევს ოპერირება, ცხოვრება, მოღვაწეობა თუ იმას უწევს ეს სიტყვა, ცოტა ისეთია, მსუყე, ხო, ბევრს რომ არ ეკუთვნის. ისეთი. მოკლედ ოპერირება ხო გვიწევს არა ობიექტურ და არა ჰორიზონტალურ გარემოში, ხო და ამ არა ჰორიზონტალობის გათვალისწინებით, თორსა შეუდარებლად დიდი რესურსია კახა კალაძე ბანდიტს, ირაკლი კუპრაძე პატიოსანი კაცი არჩევნებს ვერც მოიგებდა, ასე ვიტყვი. სულ რომ მთელი ოპოზიცია გაგიკვირდებათ და ყოფილიყო მის გვერდით. ამ შემთხვევაში, უბრალოდ იმ შემთხვევაში, ქართული რუსული ოცნება გაყალბების მექანიზმებს ჩართავდა, ამოქმედებდა, როგორც 26 ოქტომბერს გააკეთა ამოქმედა, ახლა გაგიკვირდებათ და უშუალოდ არჩევნების დღეს გაყალბება შეიძლება არც დასჭირდეს საბურთალოსო თუ თაწმინდაზე. ვერაზე თუ ორთაჭალაში. შეიძლება ისე პატიოსთან მოიგოს მცირე რაოდენობის ხვებით, რასაკვირველია, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებში ისედაც ცოტა მოქალაქე მიდის, ამორჩეველი მიდის კახი კარლოსზე კალაძე. და კითხვა ასეთია, მამუკა ხაზარაძე ამ შემთხვევაში რას აპირებს? აღყვება ის, დახვება ის გია ხუხაშვილის რეკომენდაციას და რევოლუციის სათავეებთან იქნება თუ გავა პოლიტიკიდან. და მამუკა ხაზარაძეს სინანულით ვამბობ ამას გაასვლის საფუძველი მარცხის გარდაუვალი მარცხის შემთხვევაში საფუძველი რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ხო, გაასვლის სასარგებლო არგუმენტები აქვს. ის მან სამწუხაროდ რამდენიმე რუსულად კარგად ჟღერს, კარგად ვიცი ეს სიტყვა, აი ქართულად როგორ არის არ ვიცი, ტყუილი გასროლა გააკეთა. ეგრეთ წოდებული ასეჩკა. ვერ გაისროლა. არ გავარდა მისი სანადირო თოფი. ხო და კითხვაც ეს არის. ახლა რაც შეეხება ქართულ რუსულ ოცნებას დაახლოებით წუთ ნახევარი 2 წუთი კიდე დავრჩეთ ეთერში. ქართული რუსული ოცნება არჩევნებში ეგრეთ წოდებული გამარჯვების შემდეგ აპირებს კიდევ უფრო მძაფრი რეპრესიების გატარებას საზოგადოებაში. აქ სამიზნე ობიექტები იქნებიან, სუბიექტები იქნებიან, მხოლოდ პოლიტიკოსები, გარეთ დარჩენილები ახლა. ელენე ხოშტარი ასე მაგალითად, თინა ბოკუჩავა ასე მაგალითად, ქალები კაცები მნიშვნელობა არ აქვს. სხვა შორის სალობე ზურაბიშვილიც. არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვებიც. რიგითი მოქალაქეებამდეც მივიდოდი ახლა, მაგრამ ახლა არ ვახსენებ მათ, უკლებლივ ყველა, ვისაც ერთხელ მაინც დაუწერია ბიზი და მტერია, ან რუსეთი ოკუპანტია. ან ორივე ერთად. დაუწერია თუნდაც 5 წლის, დაუწერია თუნდაც 7 წლის წინ. არა, მართლა ერთხელ დაწერაზე არ ვსაუბრობ ახლა, მაგრამ ვინც მეტნაკლებად აქტიურია, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, დასუსტებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლიდერები და ასე შემდეგ.
მე რამდენიმე დღის წინ ვივარაუდე და გიფხილეთ ერთი ინფორმაცია ანალიზის თაობაზე, რომ არასამთავრობოების ლიდერები, მაგალითად ეკაგიგაური არის საბიზნე სუბიექტი, მეთქი, სუბიექტი დასაკვირველია, უფრო სწორი სიტყვა ეს არის. მაგრამ რატომ მხოლოდ ეკაგიგაური მოუჭერს და მოუჭერს ბიზნე ივანიშვილი მარწუხებს. ყველაფერი, ყველას მისამართით ვამბობ ამას. ყველა შესაძლო გარიგება არის ბიზნე ივანიშვილთან არის საქართველოს განვითარებისთვის და გამარჯვებისთვის ზურგში დალის ჩარტყა. ყველაფერი საერთოდ ბიზნე ივანიშვილმა სულ რომ ვერ ხვდებოდეთ ისე რომ წაგევიყვანოს გარკვეულ გარიგებაზე დატოვოს სივრცეები გარკვეული დიალოგისთვის მასთან ერთადერთი სადიალოგო არის წადი. მეტი არაფერი არ გვაქვს სალაპარაკო ბიზნე ივანიშვილთან. წადი და ჩვენ დავთმობთ ამას. წადი და აღარ მოგაწვევით. ოღონდ შენ წადი და ჩვენ აი ამ კომპრომისზე წავალთ და ასე შემდეგ. ეს საუბრო თემა არ არის. ბიზნე ივანიშვილო წადი და ჩვენ მივხედავთ საკუთარ თავს. ეს ორი ჩვენ მივხედავთ საკუთარ თავს. ეს 4 სიტყვაც კი არ არის სათქმელი. წადი ზახილის ნიშანი. დავასრულოთ. წადი ზახილის ნიშანი. ხვალ მაქვს მე კონტექსტი. მეტი გამომივიდა, მაგრამ მაინც. ამ კონტექსტის ტექსტზე, ჩემი საავტორო გადაცემა ფორმულაზე, საღამოს 11-ის ნახევარზე იწყება. მე მუშაობდი ახლა ცოტა ხნის წინ დავასრულე მუშაობა ტექსტზე, ანუ რა უნდა თქვა, რა უნდა წარმოვთქვა. ინტერვიუები კიდე ცალკე თემაა, ვისთან მექნება, ამაზე არ დაგასპოილერებთ. არც ამაზე დაგასპოილერებთ პრინციპში, მაგრამ მაინც. ერთ ამბავს გავიხსენებ და მოდის ვიხდი. აი, გახსოვთ ხო ამას ვახსენებ მაშინ, რა ქვია, ჩემს კონტექსტში, ჩემს გადაცემაში. მოდიში. და მე ვახსენებ ესეთ რამეს. აკაკი წერეთელს ვახსენებ იმ კონტექსტში. და მე უნდა ვისაუბრო აკაკი წერე იმ თემაზე, რატომ თქვა აკაკი წერეთელმა სიტყვები ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. როგორ გონიათ? რა უფლებით თქვა? საერთოდ ვის აქვს ამგვარად სიტყვის თქმის, ამგვარი სიტყვის თქმის უფლება? როგორ გონიათ? რატომ თქვა აკაკი წერეთელმა ეს არის ლექსი ვედრება აკაკი წერეთელისა. მე წავიკითხავ ამ ლექსს და ამ ლექსზეც აი რა შუაშია პოლიტიკურ გადაცემაში, მაგრამ მაინც ამ ლექსზეც საუბრობ მე ამ ჩემს ხვალინდელ კონტექსტში. ძმაო მკითხველო, წერს აკაკი. ძმაო მკითხველო, ძმობას გაფიცებ. კაცი რომ ნახო შენ დაცემული თურად დაეცა მიზეს ნუეძებ, შენი ვალია შეგტკივდეს გული. ხო, კარგად იწყებს, ხო, აკაკი. ხო, შუის მე აკაკი არ მიმაჩნია აი უდიდეს ქართველ პოეტთა, ან უდიდეს ქართველ მწერალ პოეტთა შორის. არ მიმაჩნია. ჩვენ გვყავს ბარე ათეული თუ მეტი არა, მასზე უფრო მასშტაბურები. აქვე ვიტყვი. მე მისი პრაქტიკულად არც ერთი ლექსი არ მომწონს. კი, ცალკეულ ლექსებში ჩვენ ნახულობთ შედევრებს, მაგრამ აი ესე სრულად აკაკისთან მე ხო, აი ამას რო ვადარებ, ხო? ეს სოფლიოა. აკაკი მაინც ჩვენი მასშტაბია, კანაკ ცუდი კი არ არის, მაგრამ მაინც. ძმაო მკითხველო, ძმობას გაფიცებ, კაცი რომ ნახო შენ დაცემული თურად დაეცა მიზეს ნუეძებ, შენი ვალია შეგტკივდეს გული, შენი ვალია დაცემული კაცი, ნებისმიერი. ონისე ცხადაძე მეორედ ვახსენებ. უნდა შეგტკივდეს გული მასზე. ოღონდ ონისი არ დაცემულა სულით პირველ ყოვლისა რასაკვირველია, მაგრამ აი დავრდომილებს რომ ნახულობთ ქუჩაში ეს პირდაპირ მნიშვნელობით უნდა პრაკუთ შეგტკივდეს გული ჩვენი ვალია, მაგრამ აკაკი ხო მარტო ამგვარ ადამიანებზე არ წერს. შეგტკივდეს, ამბობს აკაკი. შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა. რომ დაცემული არის ორგვარი. ერთ სურს ადგომა უნდა თავის ხსნა და მეორე კი გდია ვითამ მკვდარი. ხო,
ხო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იბრძვიან, არსებობენ ხალხები, რომლებიც არ იბრძვიან. აკაკი განიხიბლა, მანამდე იყო ვორონცოვი, მაგრამ განიხიბლა ვორონცოვით. ვორონცოვით, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა კავკასიის დაპყრობაში, კავკასიის რუსეთისათვის დამორჩილებაში. თუმცა ვორონცოვი გარკვეულწილად რეფორმატორიც იყო, გარკვეულ რეფორმებსაც ატარებდა, გარკვეული მნიშვნელოვანი ამბები, სასაქართლო ამბები, ხო, მან როგორ არა ერთი მოელის კაცთაგან შველას განხიბლულია აკაკი. ამასაც ეძღვნება ეს ლექსი, აი გაგიკვირდება და ებრძვისთვის დამცემს, რაც შეიძლება, მეორე ვერ გრძნობს, ამაებს ყველას და მტერს პირ უთხოვად ემორჩილება. მტერს ვინც ემორჩილება, ის დაცემულია და ის სხვაგვარად დაცემულიაო, ამბობს აკაკი. პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე, ანუ კაცთაგან შველას ვინც მოელის. ხელი მიეცი, წამოვაყენე და მეორეს კი ზედ დააფურთხე. იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე. შემდეგი აზრი თქვას აქ წერტილმა, რადგან ჩემს კალამს არა აქვს ნება, უნდა პირ უთხვებრ ჩავიწყვიტო ხმა, თორემ ჩემს ბატონს ეს ეწყინება. უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით, გულს ნუ დათუ დამადგა, ვერც დავახველო. იმას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით. ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო. აი ამაზე ვილაპარაკებ მე კონტექსტში. ფურთხის ღირსია ის საქართველო, ვინც დავრდომილია, მაგრამ დაცემაში კი არ არის პრობლემა. წამოდგომის არ სურვილშია პრობლემა. და ქართული საზოგადოების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეგუებულს რუსეთთან და ბიზნიადასთან არ უნდა წამოდგომა, ეს არის პრობლემა. და არა ის, რომ დავეცით კი, გადაგვიარა მტერმა ბევრჯერ რუსეთმა ამ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ სულ უნდა გქონდეს სურვილი, გადახდიონსაც გავიხსენებთ, ნებისმიერი ლექსი გადავშალოთ. ხო, სულ უნდა გქონდეს, აი ესე მართლა ნებისმიერი ლექსი გადავშალოთ და წავიკითხოთ. სულ უნდა გქონოდა წამოდგომის სურვილი. აქ თარგმანებიც არის, ჩემგან ხელმარცხნივ არის ლექსები. აი, გადავშალოთ ნებისმიერი. არა, ეხა ისეთები ვნახე, რომ ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, ეხა ეს ხო მერია, ხო? კარგი, წავიკითხოთ ყველაზე დიდი ლექსი. ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი, მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს არემარეს და ხეებში ასაქსოს, ასე ჩუმი, ასე ნაზი, ჯერ სამი არ მახსოვს. მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩავს ტყვარი და მეტეხი თეთრად მოელვარეო, არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანს ძინავს მეფუძილით. აკაკია. აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით ეფინება, ანუ მოხუცის ლანდი არის აკაკის ლანდი, ხო? აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით ეფინება ვარსკვლავებს კრთომა მხიარული ბარათაშვილს, აქ უყვარდა გვერდით არის დაკრძალული. ერთად არიან გალაქტიონი, რო ადიხართ ხელმარჯვნივ. პოპულაციარული. და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდაც თქვა თუ ხამემ სულში როგორ ჩაიხედა თუ სიზმარმა, ვით შეისხა სიდან წამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ნამდვილ ოცნებათა ოღონდ. მეგობრებო, ლურჯი იალქნები თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვა ფერებს მომაკვდავი გედის ხანქთა ვარდებს და ჩანჩქერებს. ხო ესეა? ხო? თუ როგორ გრძნობ რომ სულისთვის ამ ზღვამ რამ აღზარდა, რომ აღზარდა სიკვდილის გზა არ არის ვარდისფერ გზის გარდა, რომ ამ გზაზე ცხაპარი ამ ზგოსთან ცითამამე რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ხამე რომ აჩრდილნო მე თქვენს ახლოს სიკვდილს ვეგებები რომ მეფე ვარ და მგოსარი და სიმღერით კვდები რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენგან თან ჩემი ქნარი ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი. აკაკისაც გაუბარჯოს და გალაქტიონ ტაბიძესაც.
ილია ჭავჭავაძეს 1907 წელს მოკლულს ხომ გაუმარჯოს და გაუმარჯოს. ილიაზეც გალაქტიონზე არა. ილიაზეც მე ვექნება სუყე პასაჟი ხვალინდელ კონტექსტში და იქ მე გავიხსენებ სხვა შორის ხსენებული აკაკის ბოლოს სიტყვას წარმოთქმულს ილიას დაკრძალვის დღეს. ნახვამდის.